რაბათის რეაბილიტაციაში მონაწილე 40 ადამიანის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღირსების ორდენი დააჯილდოვა. ვანო მერაბიშვილმა განსაკუთრებული მადლობა არქიტექტორ შალვა მელიქიძეს გადაუხადა, რომელიც წარმოშობით ახალციხიდან არის. სიტყვით გამოსვლის დროს ვანო მერაბიშვილმა მწუხარებით აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის დროს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი მუშა და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა მის ოჯახს დანაკარგი შეუმსუბუქოს. ძველი, ყველაზე ისტორიული, ყველაზე მოგესალმებით. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მე შემიძლია ერთი რამე ვთქვა. თქვენ და თქვენთან ერთად რამოდენიმე 1000 ადამიანი წელიწადზე მეტია მუშაობდით აქ. სიცივეში, ყინვაში, წვიმაში, მზეში. სამწუხაროდ ერთი ადამიანი დაგვეყოფა. და მინდა პატივი მივაგოთ ამ ადამიანის ხსოვნას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთოთ მათ ოჯახს შეუმსუბუქოთ ის დანაკარგი, რომელიც მან მიიღო. თვითონ თქვენთაგანმა შეგიძლია იამაყოთ და თქვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა და შვილდაშვილებმა იამაყო, რომ მათმა წინაპრებმა აღადგინეს ეს ქალაქი. მთელი საქართველო გაუცებულია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული, ყველაზე ძველი, ყველაზე ისტორიული, ყველაზე მომხიბვლელი ციხე ქალაქი. თითოეულ თქვენთაგანს მინდა მადლობა გადაგიხადოთ და სიმბოლურად საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს პრეზიდენტის სახელით დაგაჯილდოვოთ ღირსების ორდენით, რომელიც თქვენ დაიმსახურეთ, თქვენ წარმოადგენთ მცირე ნაწილს დიდი არმიისაგან, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ აღმშენებლობაში. მინდა შალვას გადავცე პირადად ეს ორდენი. შალვასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის აკეთებდა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ საკუთარი კუთხისთვის და შალვა შენი სახელით მე ყველას მინდა მოულოცო. გილოცავ. სამუშაოები ერთი წლის წინ დაიწყო, მთელი ამ წლის განმავლობაში მოამინდობის 24 საათის განმავლობაში რამოდენიმე კომპანია, რამოდენიმე 1000 ადამიანი მუშაობდა ამ ყველაფრის შექმნაზე, აღდგენაზე და უკვე როგორც თქვენ ხედავთ, ეს ყველაფერი დასრულებულია. მე მინდა დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს გადავხადო, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ და ვინც ჩვენ გვერდში გვედგა. დიდი მადლობა პრემიერს, დიდი მადლობა პრეზიდენტს ამ აფასებისათვის. გვიანობამდე ზეიმობდნენ ახალციხეში რაბათის საზეიმო გახსნა შალვა აზნაურის კონცერტზე ადგილობრივი მოსახლეობა, თბილისელი სტუმრები და უცხოელი ტურისტები შეეკრიბნენ. ერთწლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ რაბათის კარი ყველასთვის გაიღო. ის ვინც 7 ჰექტარზე გაშენებული ციხე-ქალაქი საკუთარი თვალით ნახა, აღფრთოვანებას ვერ მალავდა. დაბრუნებული დიდება და გაცოცხლებული ისტორია სამხრეთ საქართველოში. ეკასოსელიაგი ამბობთ. რაბათის ისტორიული ციხე-ქალაქის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე საღამოს მთავარი კულმინაცია შარლ აზნავურის კონცერტი იყო. მომღერალი საქართველოში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა. შარლ აზნავურმა სცენაზე 16, მათ შორის რამდენიმე ახალი სიმღერა შეასრულა. კონცერტს, რომელსაც 8 კაციანი ბენდი აფორმებდა, რაბათის განახლებულ ციხესიმაგრეში უამრავი ადამიანი ესწრებოდა. შორის საქართველოს პრეზიდენტი ოჯახთან და საქართველოს ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად. კონცერტი საათნახევარს გაგრძელდა. კონცერტის დასრულების შემდეგ რაბათის კომპლექსში პირველი ვარსკვლავი გაიხსნა. შარლ აზნავურის სახელობის ვარსკვლავი მომღერალთან ერთად საქართველოს პრეზიდენტმა ხალხური სიმღერის ფონზე გახსნა. შარლ აზნავური ამბობს, რომ საქართველოში უკეთესობისკენ მკვეთრმა ცვლილებამ გააოცა. მრავალი წელია ბისი არ გამოსულვარ და ამჯერად იმდენად მშობლიურ გარემოში ვიგრძენი თავი, რომ გამონაკლისი გავაკეთე. მესამეჯერ ვარ საქართველოში და მართალი რომ თქვა, წინა ჩამოსვლების დროს ცოტა იმედგაცრუებული ვიყავი. ამჯერად სასიამოვნოდ გამოცვიფრა მკვეთრმა ცვლილებებმა უკეთესობისკენ. განსაკუთრებით აღნიშნავ ახალ მშენებლობებს. თქვენ ახალ არქიტექტურას, სრულიად განსაკუთრებული ხელწერა აქვს, რაც იშვიათია. ასე მაგალითად, მონრეალში რომ ჩადიხარ, თავი ნიუ-იორკში გონია. თქვენი ახალი არქიტექტურა კი შთამბეჭდავია და ძალიან ორიგინალური.
ბევრი პრობლემის ფონზე საქართველოში მაინც ოქროს ეპოქა იწყება. ეს განცხადება უკვე საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, განახლებულ სიღნაღს, თელავს, ბათუმს, ქუთაისს და საქართველოს სხვა ქალაქებს სოხუმიც აუცილებლად დაემატება. აი მე და მე უფრო ვლაპარაკობ წეღან რომ მე უფრო ნიკოლოზ და მე რომ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ რეალურად იმ გაჭირვების ფონზე, იმ ბევრი პრობლემის ფონზე, რაც გვაქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ფონზე, რომ საქართველოში მაინც იწყება ოქროს ეპოქა. ბათუმი ჯერ სიღნაღიდან დაიწყო. მერე ბათუმი. ეხლა როგორც კეთდება თელ-ავივი. როგორც კეთდება მესტია და სვანეთი. როგორც გაკეთდა ახალციხე, რომელიც არის წარმოუდგენელი, ახლა სოფლიო დონის წარმოუდგენელი მიღწევა, როგორც გაკეთდება ლაზიკა, როგორც კეთდება ქუთაისი, როგორც გაკეთდა თბილისის ცენტრი, ისე როგორც არასდროს თბილისის ისტორიაში ერთდროულად არ ყოფილა აღშენებულ, ვინც რა უნდა ილაპარაკოს, ეს არის ოქროს ეპოქა საქართველოში და ამას აუცილებლად დაემატება სოხუმი. ჩვენ ამას დიდ გორობას ვიზემდით 30 წელზე მეტი დაჭირა დავით აღმაშენებელს, ვიდრე მან აიღო თბილისი. ჩვენთვის დრო არის გამოსაყენებელი იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ვაშენოთ, გავძლიერდეთ, რეფორმები ჩავატაროთ, არ დავიხიოთ უკან, არ წამოვეგოთ ტრისანქეს, ვიმოძრაოთ წინ და არა უკან და საბოლოო ჯამში ყველაფერს დავიბრუნებთ, იმიტომ რომ აქ ქვეყანა, რომელიც აიმეებს აშენებს, შეუძლებელია რომ ის არ გამძლიანდეს. ეს მართლა ეს ააშენა არა პრეზიდენტმა, არა პრემიერ-მინისტრმა, ჩვენ კი არა ვაშენთ, ხალხმა ააშენა. ხედავთ როგორი ცივი ზამთარი იყო აქ, მე თვითონ არ მჯეროდა, როგორ პირობებში ხამი არ გაჩერებულა, ერთი ღამეც კი მუშაობა -30 გრადუსში, რომ მეც აქ იყო წელს ზამთარში. აი ეს შეუძლიათ ქართველებს. ყველა გაუგნებულია, ასეთ რაღაცა შენება 9 თვეში არის წარმოუდგენელი აბსოლუტურად. და მე მინდა გვესმოდეს, რომ მართლაც შეიქმნა საქართველოს ჯერ კიდე არის მგრეველების ბრიგადა, მაგრამ არის ძალიან დიდი კლასი შენებლების და აღშენებლების. ამ ოქროს ეპოქის საკუთარი ხელებით შექმნების. მართლა ძალიან მაგარი ხალხის. და მე ამ ხალხს მინდა უთხრა დიდი მადლობა. რაბათის კომპლექსის საზეიმო გახსნას მთელი საქართველოდან საგანგებოდ ჩასული უამრავი ადამიანი დაესწრო. ქალაქის რამდენიმე წერტილში დამონტაჟებული იყო სპეციალური ეკრანები, რომლის საშუალებითაც კონცერტისთვის თვალის მიდევნება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. დასრულების შემდეგ ემოციებს ვერავინ მალავდა. ძალიან ლამაზია. გარშემო ეგაც უფრო აბრავალფეროვნებს. სხვა არის როცა ტელევიზორში usmen და სხვა არის როცა ესე ცოცხლად usmen. თან ესეთ გარემოში. მე ძალიან მომწონს ეს კონცერტი, ძალიან აღფრთოვანებული ვარ აი როდესაც გაკეთდა, იმედი მაქვს ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოაქვს. საუცხოოდ არის ყველაფერი გაკეთებული. არ გვეგონა ნამდვილად. და მოლოდის გადააჭრობა. ძალიან მომეწონა განახლებული რაბათი, იმიტომ რომ ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი ასეთი ლამაზი თუ იქნებოდა და გააკეთებდნენ და რა ვიცი, ეს კონცერტი ძალიან მომეწონა. მე-13 საუკუნეში 7 ჰექტარზე გაშენებული ციხე-ქალაქი ახლა ძველ დიდებას იბრუნებს. უკვე აღდგენილია ისტორიული შენობები, ხოლო ის რაც ისტორიამ წაშალა თავიდან ააგეს. რაბათის კომპლექსის გახსნის საზეიმო ცერემონია გუშინ გრანდიოზული ფეერვერკით დასრულდა. პრაქტიკულად ისე უგზნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში. მამაჩემი წარმოშობით აქედან იყო. ემიგრაციაში რომ არ წავსულიყავით, ჩვეულებრივი ქართველი ვიქნებოდი, მაგრამ არა უშავს, ახლა მთელი სულით და ქულით მაინც ქართველი ვარ. L'amour qui est comme un feu pourtant dans moi ne me pas au bout de mon rêve.